გამარჯობა, თქვენ უყურებთ დღის ამბებს 2 საათზე, რომელსაც ტელპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენთ. მაიმუნო ვირიშვილოდან მთაწმინდიდან გამოქანებამდე თუ დავით ნარმანია თბილისის ყოფილი მერი კრიტიკოსებს მაიმუნო ვირიშვილოთი მიმართავდა, დღეს მას აშკარად მოუჯოკრა მოქმედმა მერმა კახი კალაძემ კრიტიკოსები განსაკუთრებით რამდენიმე ჩამოთვალა, მათ მისცა რჩევა, რომ შეუძლიათ ავიდნენ მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძასთან, სადაც ტერიტორიას აფართავებენ და უბრალოდ გამოექანენ. მოусმინოთ თბილისის მერს. არის ახლა ხაბეიშვილს არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა უპასუხო, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთიან შინაარ შეიწევს. ამ ადამიანებს რა უნდა უთხრა ახლა, არის რამდენად სერიოზულად უნდა უპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, ქონდა ბიზნეს სექტორთანაც შეხვედრა, გავაცანით პროექტი, საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოვებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამოთვალე, აბრძანენ და ნუ მიშას არ გამოუვა, მას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს უფრო ბატონი კახი, რომ ეს არისო კორექტული. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთია პასუხები. ძალიან მარტივია. და ამ მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი არის. ახლა ჩვენი სტუმარი. ლევან, მოგესალმები. არ ვიცი, გულწრფელად გითხრა, რა კითხვა უნდა დავსვა. ახლა უბრალოდ გითხარი, რა რეაქცია გქონდა, როდესაც ამას მოусმინე. ბიოჩი მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს, ნუ კალაძგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, მაყურებელს და საზოგადოებას პატივცემ მათ შორის განსხვავებულ აზრსაც. და ყველაზე სამწუხარო ამ ფაქტში ლევან არის შემდეგი, როცა ფაქტობრივად გლოვიარი სიტუაციაში ვართ, როცა ესე ტრაგედია მოხდა, ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერი და მთავრობა მომართული იყოს, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, პრევენციულ ზონებზე ვიფიქროთ, მათ შორის პასუხისმგებლობები გაიაზრონ, დედაქალაქის მერს აქვს დრო საღლიცინოთ, პირდაპირ ვთქვათ, მასხა დაიგდოს რაღაცა დამოკიდებულება, ანუ ოპოზიციაც, საზოგადოებაც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტრაგიკულად, ასე ვთქვათ, დაიღუპნენ. უკაცრავად ეხლა რა, მართლა გულისამრევია დედაქალაქის მერის ეს განცხადება, რაზე უნდა უპასუხო. ჯერ ის გამონათქვამი რა იყო, ხო? გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით რო თქვა, მე ვიცით, მას ჩვევია ესეთი ენით, გოთვერანი, ესეთი ენით საუბარი. ახლა ამბობს, რომ ვიღაცები თუნდაც რაღაცთან გამოექანონ. მართლა სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ არჩეული მერი დაკავებული იყოს პრობლემების მოგვარებით, მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდეს, ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმე რამე ცუდი არ თქვას, მზად არის სხვა შეაწმინდოს ხელი, გაიხსენოს ყოფილი ხელისუფლება და 2009 წელს მიღებული კანონი, გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის საკუთარ ხელისუფლებასაც, რომ ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობით საკითხია და ასე შემდეგ. ანუ კალაძის თავარი ამოცანა არის, ოღონდ მასზე ვინმე რამე ცუდს ნუ იტყვის და თუ იტყვის, ხო, ამ შემთხვევაში შეუძლია გალანძღოს, აგინოს ესე რაღაცა იუმორში, რა დროს იუმორი და რა დროს ვინმეს დაცინვა და რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, რაღაცა გლოვიარი სიტუაციაშია სრულიად ერი. და ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლიანი მერის პასუხს ისმენდეს, თქვენც მოისმინეთ, მათ შორის ჟურნალისტებმა და არა მარტო ჟურნალისტებმა, სამწუხაროდ ამას მოისმენს მთელი საზოგადოება, ქართული ხალხი და წუხვარ ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი რაღაცა გაურკვეველი ინტელექტის და გაურკვეველი წარმომავლობის მერის გამო, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა ნამდვილად არ გააჩნია და შესაბამისად ნებისმიერ საკითხზე შეუძლია ასე უთვალმოყარებოდ იღლისინოს. ლევან, რას აპირებ? ხომ შეიტან თქვა სასამართლოში სარჩელს თბილისის მერის წინააღმდეგ თუ აქციიდან რაიმე სხვა ფორმით უპასუხებ მერის ამ არა, მოდი პირდაპირ თქვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია ეხა პირად შეურაცხყოფას მომაყენებს ან ვინმე რო სხვა პოლიტიკოსი მე ჩემთვის ეხა ნუ გასაგებია რა, ნუ ამ ადამიანის დამოკიდებულება მე კი არ მომაყენა მან პირადი შეურაცხყოფა, მან მიაყენა საზოგადოებას შეურაცხყოფა და როცა ამ ლექსიკით და ამ ენით საუბრობს არჩეული დედაქალაქის მერი, არ ვაპირებ ნამდვილად რაღაცა სასამართლოში წავიდე და რაღაცა შეურაცხყოფა მომაყენა კალაძემ. კალაძემ საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა, საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა და თუ ამას გაიაზრებს, კარგი იქნება თუ საზოგადოებას მოდიშ მოუხდეს.
მადლობა ლევან ხაბეიშვილს, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი და კახი კალაძის უცნაური მიმართვის კიდევ ერთი ადრესატი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი არის ახლა, როგორც მოწყობინებენ სატელეფონო ხაზზე პირდაპირ ეთერში. ბატონ შალვა, მოგესალმებით.